გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც დღეს ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვუძღვები. 557-88-55-88 შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს, ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გვიპასუხოთ დასმულ შეკითხვაზე. ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ირაკლი კობახიძე. სამთავრობო მედიამ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ არაერთი რეპორტაჟი, ინტერვიუ და სიუჟეტი წარმოგვიდგინა, რომელშიც საუბარია ირაკლი კობახიძის მიღწევებზე, ის შეაფასეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საუკეთესო პრემიერი ქვეყნისა. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავამოწმოთ ერთგვარად სამთავრობო მედიის განცხადებები და შეფასებები ამ პირდაპირ თავისუფალ ღია ეთერში, რომელშიც შეგიძლიათ დარეკოთ და გვიპასუხოთ. როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის 2 წელიწადს? თუ კი ასეთი წარმატებული, ყოჩაღი, ეროვნული და პატრიოტია ირაკლი კობახიძე, მაშინ თქვენზე, ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, აისახა თუ არა ეს ყველაფერი და მისი ნაბიჯები, რაც არის გადადგმული. თქვენს ყოველდღიურობა შეეხო თუ არა პოზიტიურად. რა შეიცვალა და რა გაუარესდა? ეს ყველაფერი შევაჯამოთ. სწორედ განვლილ 2 წელიწადს უკავშირდება ჩვენი შეკითხვა და საინტერესო იქნება თქვენი შეფასებები. რა შეიცვალა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ ქვეყნისთვის? ამ კითხვასაც დავამატებდი, მე არა მხოლოდ კონკრეტულად ჩვენი ოჯახებისთვის და პიროვნულად ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის რა შეიცვალა უკეთესობისკენ, თუ კი ასეთი მართლაც გამორჩეული პრემიერ-მინისტრი გვყავს, ვიმეორებ და ხასუსვამ, ამას გვეუბნება ქართული ოცნება და გვეუბნება სამთავრობო მედია თავის ეთერში გასული სხვადასხვა რეპორტაჟებით. მაგალითად, დავიწყოთ საგარეო მიმართულებაზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში შეძლო თუ არა ქვეყნის ხელისუფლებამ ნორმალიზება ურთიერთობების უცხოურ ქვეყნებთან. არაბებს არ ვგულისხმობ, იქ ძალიან კარგი ურთიერთობები დაამყარეს და ამ ყველაფრის ფარგლებში არაბული ქალაქებიც შენდება. თუ მოაგვარა ურთიერთობები დასავლეთთან, თუ მოაგვარა ურთიერთობები რუსეთთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს სამართლიანი პრეტენზიები და ტერიტორიების აღდგენის მიზნით საუბარია, საჭირო და დიალოგია. რა გაკეთდა შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ გაჯანსაღებულიყო მდგომარეობა ქვეყანაში? რა გააკეთა ბატონმა კობახიძემ ამ თვალსაზრისით? ერთადერთი, რასაც მე ვიხსენებ, ეს რეპრესიული კანონმდებლობებია, რაც მიიღო სწორედ მისი პრემიერობის დროს ქვეყნის პარლამენტმა. და ეს რეპრესიული კანონები შეეხო არაერთ ადამიანს, მათ შორის შეეხო ოპოზიციას და ქართული ოცნების გუნდის წევრებს. დაიწყო პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ყველა თავისი სავარაუდო კონკურენტის ჩამოშორებაც კი მთელი ამ 2 წლის განმავლობაში და შედეგებს მიაღწია. ნახევარი პოლიტიკური სპექტრი, უფრო მეტი თუ არა, დღეს ციხეში ზის. ვინც ციხეში არ ჩასვეს, მაქსიმალურად შეავიწროვეს და ასე ვთქვათ, ფარული ხელის პრინციპით, თუმცა ეს ხელი უკვე ფარული აღარ არის, ყველანაირი არსებობის საფუძველი მოუსპეს. ეს მატერიალური კუთხით ბრძოლის გზებია, რასაც წარმატებით ახორციელებს განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ ვნახეთ დაწყებული განათლების რეფორმა, რომელსაც ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა იმ კონტექსტში, რომ 2 ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანებაა დაგეგმილი. ჩვენ ვნახეთ სკანდალური, არნახულად დაუჯერებელი გადაწყვეტილება 2 არაბული ქალაქის მშენებლობის შესახებ საქართველოში, რასაც მოსახლეობის კატეგორიული წინააღმდეგობა მოჰყვა. სწორედ ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში გაიზარდა დაუჯერებლად ხელფასები საჯარო მოხელეებისთვის 16,000 ლარია მაქსიმალური განაზღაურება ჩინოვნიკების. ამ დროს კი პენსიონერებისთვის 20 ლარით გაიზარდა შემწეობა, სხვა შემთხვევაში 45 ლარით. შეგახსენებთ, რომ 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ირაკლი კობახიძეს და ის დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. როგორ აფასებთ ამ 2 წელიწადს? შეიცვალა თუ არა რამე უკეთესობისკენ თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის და მთლიანობაში ქვეყნისთვის. ეს არის დღეს ჩვენი თემა ინტერაქტივში. უარესობისკენ თუ შეიცვალა, მოდით ეს პუნქტებიც ერთად გავშალოთ და დავასახელოთ.
ღია ჩვენი ეთერი, ახლა ხაზი თავისუფალია, არც ერთი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი არ არის ხაზზე და ვისაც სურვილი გაქვთ გამოხვიდეთ ეთერში, ამ წამებში ამ თავისუფალ ხაზზე შეგიძლიათ დარეკოთ და გვითხრათ თქვენი სათქმელი. მე ეკრანზე ვერ ვხედავ ზარი უკვე შემოდის თუ არა, ამიტომ ველოდები რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს, თუ არის ზარი შემოუშვათ. თუ არის ხაზზე მაყურებელი, დამაკავშირეთ. აი, თურმე არის და მე ვერ ვხედავ. გისმენთ? რამდენი შეგეცვა? ერთი კითხვა გვაქვს, ერთადერთი კითხვა, როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის 2 წელიწადს? კარგით, თიშავთ ამ ზარს, იმიტომ რომ ტელევიზორის ხმა ბრუნდება და ეს ხარვეზებს ქმნის. აუცილებელია რომ ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთოთ, როგორც კი თქვენი ზარი გამოვა ჩვენს ნომერზე, რომელიც ეკრანზეა მითითებული 557 88 55 88. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა. კობახიძე პრემიერ-მინისტრია. ამ 2 წელიწადში მე ვერაფერს ვერ ვხედავ უკეთესობისკენ. მაგასო თავში ტვინი კონდეს. არაბებს არ დაუწყებდა ხვეწნა მუდარას, რომ ინვესტიციები ჩადეთო. თავის ქვეყანაში ეკონომიკას ამოქმედებდა, ეკონომიკას აღმავლობისკენ წაიყვანდა და ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდებოდა, მაგრამ უტვინოებისიან სათავეში და არიციან ქვეყნის მართვა. ან ისიან და სპეციალურად არაკეთებენ. მადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა ზარისთვის. ოპოზიციურმა პარტიებმა დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებები ფეოდალიზმს შეადარეს და ბევრი ექსპერტი და სპეციალისტი საუბრობს, რომ სწორედ ფეოდალიზმის სახეს იძენს ის ვითარება, რაც ქვეყანაშია. ოპონენტების დაჭერა მასიურად, ვისაც არ იჭერენ, ავიწროვებენ, ბიზნესი, სასამართლო, არჩევნები, ყველაფერი დღეს ერთი პარტიის ხელშია მოქცეული და განსაკუთრებით ეს ბოლო 2 წელიწადში მოხდა დამეთანხმებით და ფეოდალიზმის სახე უფრო მეტად ამ 2 წელიწადში შეიძინა ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ. ეს ჩემი აზრია, მეთანხმებით თუ არა, არ ვიცი და ექსპერტების მოსაზრებებია და პოლიტიკოსების. გისმენთ, ეთერში ხართ? ილია, გამარჯობა. გამარჯობა, დიახ. მე ვიტყოდი ასე ჩემო შვილო. დიახ. როგორ არ შეიცვალა? რა შეიცვალა? შეიცვალა. კაი ხერხასები დაიმარდა ამ წელიწადში. თავის სამთავრობო გუნდისთვის პრემია დანამატები არ გამოილია. ხო, ყველაფერი გაგვიჯირა, როგორ არ შეიცვალა? ეს რა ქვიან? ყველაფერი გაგვიჯირა. რა თქმა პენსიონერებს 20 ლარი მოგვიმატა, რა სამობ, ესეთი მაგალითად ხა, როგორ არ შეიცვალა. ხო, მოკლედ რა, ის ღარიბაშვილი რომ მიდიოდა, ის ანგრევდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ამან გენაცვალე არაბები შემოგვიყვანა, გაგვიმრავლა, ფული შემოდისო, მაგარი პრემიობა გაგვიწია და ვაღერ აფიაკების მაღაზიები და ბაზარი აღარაფერს ლაპარაკობდა. ეგ არის მაგის პრემიერობის ყოფნა და ჩვენ ეს ვიგრძენით, რა ვიცი, რა უნდა ვთქვა უკეთესი. გავიგეთ. მაგათი ყველაფერი კარგად დიდი მადლობა. მადლობთ, გავიგეთ ყველაფერი, თქვენი სათქმელი ნათელია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მაგალითად ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ წაყენებული მთავარი ბრალი იყო, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ და ბავშვთა შიმშილიანობით ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. და ამ მუხლით მაგალითად ამ ბრალდებით ქართულმა ოცნებამ პრემიერი კვირიკაშვილი გადააყენა. აი ხომ გავიდა გარკვეული დრო და რა შეიცვალა დღეს. დღეს ბატონი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი და ყოველი მესამე ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება ქვეყანაში. აღარ ვსაუბრობ უკვე პენსიონერებზე და შუახნის ადამიანებზე და სტუდენტებზე და ყველაზე, რომ უამრავი ადამიანი იკვებება არასრულფასოვნად და სიღარიბე მართლაც მძიმე ნიშნულზეა. მხოლოდ იმით ნუ იხელმძღვანელებს ხელისუფლება, რომ ზოგიერთი რესტორანი სავსეა საღამოს საათებში და ქალაქში ბევრი მანქანა დადის. ეს არ ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. სესხებით და ვალებით გამოტანილი ავტომანქანების რაოდენობა. გადახედონ ჯობია მთავრობის წევრების შემოსავლებს, რომ მილიონერები არიან და მილიარდელებიც კი. და ზარია ეთერში კიდევ ერთი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი რეკავს. გისმენთ?
Irakli Kopachidis premier period შეიცვალა მე აღარ სამქონია ამის ილუზიარო სანამ ეს კაპიტალისტური წყობა ექნება აქ რამე შეიძლება ჩვენ პარლამენტში ვყავთ სოციალისტური პარტია არის პარლამენტში ხო ევროპული სოციალისტური პარტია ევროპაში მე სოციალიზმი არ მინახავს იმიტომ რომ სადაც მილიონერია და იქ ვარდებია ის არ არის განსაკუთრებული და არ არის სოციალისტი რა სოციალისტია ლაბორატორი ასეთი ვარდია დასავლეთში და ეს დასავლეთი дахელში მადლობთ ძალიან ცუდად ისმის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ამიტომ გემშვიდობებით თუმცა მთავარი შეფასება თქვენი მოვისმინეთ ბოლო 2 წელიწადში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა უცხოელი მიგრანტების შემოსვლა საქართველოში და ბევრი კადრი ვაჩვენეთ ჩვენ ეთერში ახლაც გადის ეს თბილისია რუსთაველის გამზირი რომ მასშტაბურად შემოდიან უცხოელები ფაქტია ეს ამ ფონზე კი ჩვენი ქართველები უცხოეთში მასიურად გადიან განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში გახდა ეს ცნობილი და თვალშისაცემი მე შეგახსენებთ ინტერაქტივის თემას ირაკლი კობახიძის დანიშვნიდან პრემიერ-მინისტრად 2 წელი გავიდა სამთავრობო მედია ამბობს რომ ესეთი ბრწყინვალე პრემიერი არ მყოლია ჩვენ თურმე და მოდით გადავამოწმოთ ეთერში რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის რომლებიც რეკავენ გადაცემაში გისმენთ ეთერში ხართ ალო ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა ქუთაისიდან ვეკავ მე. მოკითხვა ქუთაის, იმერეთს დიდი სიყვარულით. მადლობა. ესე იგი, რა მაინტერესებს, იცი? დიახ. მე ვარ მარტოხელა პენსიონერი. ხო და მარტოხელა პენსიონერი ვირეკავ. დიახ. გესმით ჩემი? თქვენი ხმა ისმის ოღონდ ტელევიზორს უნდა გამოურთოთ ხმა ბოლომდე. მე პენსიაზე ვარ, პენსია ჩემი შემოსავალი. დიახ. და მე ამ ხალხის გამკვირვებია. მე რანაირი თავრობა ყავს, ძალიან კარგად ვიცი. რას დაამატებთ? გავიგეთ სათქმელი. ხო, რა მაქვს სათქმელი და მე თუ არ ვშია მაგენს რაფერსია. აი ეგი მაინტერესებს. რატო შტიათ? ქალბატონო, ანუ თქვენ ხართ მარტოხელა პენსიონერი, რომელსაც არ გშიათ და არ გაქვთ კვების პრობლემები და გაოცებული ხართ სხვებს რატომ შიათ ამ ქვეყანაში, ხო? კეთილი, გავიგეთ, დიდი მადლობა ღმერთმა თქვენსავით ამყოფოს ყველა პენსიონერი, ვინც კმაყოფილია მდგომარეობით, პენსია ყოფნის, მედიკამენტებისთვის, ჯანდაცვისთვის, საკვებისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის ყოფნის პენსია ასე ყოფილიყოს ყველა ამ ქვეყანაში, მაგრამ მოდით, მოვატყუებთ ერთმანეთს. რომ წამლის და საკვების შეძენა ამ პენსიით და კომუნალურების გადახდა ბოლოს, წელიწადში ერთხელ კი 60-ის შეძენაც ან ექიმთან მისვლაც შესაძლებელია 300 ლარით ან 350-ით, ეს ტყუილი მოდით არ უთხრათ ერთმანეთს. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა ილია. გამარჯობა, დიახ. მე ვარ ახლა უკვე პენსიონერი კაცი, ონკოლოგიური პრობლემები მაქვს. დიდი ხნის სიცოცხლე არა მაქვს რო უყურებ. ერთმა ჯანმრთელობა რომ მივხედო. ხო და არც მე შინიან ივანიშვილისა, თუ ვირა დღესვე მომკლას და დღესვე მოაწამლო შემიცავე. მე ერთი ვიცი რომ კაი საქმე გააკეთა მაგაცმა, კი ბატონო, ხელმოქმედება, იქ სამება, იქისა და ეს ჩვენ რაში გვაქვს იცი? ეს შემოვიდა ამ ხელმოქმედებით წნარად, კბილად. მე დააკვირდით დღესა ქრისტიანობა რა დღესია და ჩამოაყალიბეს ისლამიზაცია. აი მე სხვა ეჭვი არაფერი არ მაქვს, რატო არ უყვარს ჩვენი ქვეყანა და რატო ზუმს ეს ხალხი და რატო იმასაშრობა ვერ გავიგე. მე ბევრი აციკეთია გარდაუკარგავ კაცო. მე მგონი რომ ყველა ხვდება უკვე რა, რომ ოღონდ მოსულიყო ლასში, ოღონდ ის ვაზგენა მოეშორებინა
კი ბატონო მოაშორა, მაგრამ წინ არაფერი ქონდა. იმას რომ კლონობები არ ქონდა, იმნაირი პრეზიდენტი მართლა არის. სხვათა შორის, ამას გამოვეხმაურები, არ გათიშოთ თუ შეიძლება სააკაშვილი გვეუბნებოდა ნულოვანი ტოლერანტობაო, ანუ არანაირი დანდობა არ იყოს არავისიო, ვინც კი ჩვენ არ მოგწონსო და ქართულმა ოცნებამ კობახიძის პრემიერობის დროს გამოაცხადა ნულოვანი თანაგრძნობის კამპანია, რაც იგივეა პრინციპში. კი. ეთილი, ხომ არაფერს დაამატებთ და დაგემშვიდობები. მადლობა დიდი ის არისთვის. როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის 2 წელიწადს? რა შეიცვალა თქვენთვის, როდესაც ამბობენ რომ რაღაცა გადაჭარბებულ შეფასებებს აკეთებს სამთავრობო მედია, ამ ფონზე თქვენ რა სიტყვით? ნამდვილად თავისუფალ და ღია პირდაპირ ეთერში. ზარია, გამარჯობა. ეთერში ხართ, გისმენთ? ეთილი არ არის კავშირი სამწუხაროდ, ჩვენ ვსაუბრობთ შიდა საკითხებზე, მაგალითად ყველა პოტენციური კონკურენტიც კი თავის შიდა პარტიაშიც კი დაიჭირა ირაკლი კობახიძემ. ყველა ციხეში ჩასვა, ვინც კი შეიძლება ოდესმე ყოფილიყო მისი კონკურენტი. ოპოზიციაშიც ყველა ციხეში ჩასვა ნახევარი. ვინც ციხეში ჯერ არ ჩაუსვამს ან შეიძლება ციხეში არზის ასეთი პარტიები და არხები მაქსიმალურად შეავიწრო. აგერ ვართ ბრწყინვალე მაგალითი ობიექტივი, რომელსაც ყველაზე მეტად ებრძვიან დღეს. ყველა სხვა ტელევიზიაზე და გუნდზე მეტად ობიექტივია დარტყმების ქვეშ. ზარია ეთერში გისმენთ? შემოძმო გენაცვალე გულში რა. აი ეხლა გეფიქრები მე თელავიდან ვიყავ. მოკითხვა, კახეთს თელავს. გენაცვალე გულში და თელავი ძალიან მიყვარს და ასე შემდეგ. პაპა ერეკლე როგორც ხოდა და ახლა აი მე აი ისეთი იმაში ვარ, აი მე პენსიონერი ვარ. რა მაქვს ჩემო ილია იყურე ის რა მაქვს რა ქვია ისა დიაბეტიკი ვარ რა. და პირველი ჯგუფის დიაბეტიკი დანიშნულა პენსია. კი არა ვარ 50 წლის კაცი ვარ, მაგრამ რა უნდა გითხრათ? აი მხავის მიწის რა ყოფნის რა ყოფნის ბიჭო სამარცხვინოა ჩვენი ხელფასი კაი ჩემპიონს კი მადლობა უფალს მაგრამ ამ ხალხს დედაჩემის პენსიონერია რავი აი შემოილე პირდაპირ გეუნებით რა აი არ მინდა არ სხვა არ გინება არავის პირით ღმერთმა უშუალოდ ყველას და ვისაც ტვინია გაბრუნდებული კობახიძის თანადობით და ასევე რა ვიზინას თანადობით ყველას ტვინი გამოუსწროს ღმერთმა რა და აი მე მინდა რომ თქვენ ტელევიზიას დიდი მადლობა მოუხადო აი ამ ხელას სიყვარულისთვის აი ამ ხელას შენდობისთვის ხალხთან რა და ამ ხელას სიყვარულისთვის რომ ხალხი ყველა გირეკავთ და გეუნებათ წავიანთ არის და ახლა გთხოვს რა გავერთიანდეთ მეტი არაფერი არ გვეშველება დიდი მადლობა პატივისცემა მიიღეთ ჩვენგან შეგახსენებთ ინტერაქტივის შეკითხვას როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის 2 წელიწადს სწორედ ეს დროა საინტერესო იმიტომ რომ ბევრი რამ მოხდა 2 წელიწადში ეს არ არის მცირე დრო შემოვიდა არაბული ქალაქების თემა და ეს დაღუპვა ქვეყნისთვის შემოდიან უცხოელები მასიურად ქართველები გარბიან სამაგიეროდ მთელი მსოფლიო არაბების გარდა მონათლული არიან deep state-ად და არაფორმალურ მართლობებად და რაღაც ბიუროკრატიად და ასეთი ტერმინები დაინერგა მიღებულია ქვეყანაში შიდა რეპრესიული კანონები აქცია ტროტუარზე რომ დადგეს ადამიანი ესეც კი აქციად ითვლება და ამის გამო იჭერენ უცხოეთიდან რომ ადამიანს თანხა გამოუგზავნოს ნათესაობა და აქ რაღაცა ეჭვი დაინახოს სახელმწიფომ ამ შემთხვევაში 6 წლიან პატიმრობას უსჯიან როგორც მიმღებს ასევე გამომგზავს ბევრი საშინელი რამ მოხდა მაგალითად სულ ახლახანს გავიგეთ რომ არაბები დააფინანსებენ ქართველი სტუდენტებისთვის სწავლას ემირატებში არაბეთში და იდეოლოგიის და ცნობიერების შეცვლა მოხდება სრულებით შემდეგ ეს სტუდენტები უკან რომ დაბრუნდებიან სულ სხვა აზროვნება ექნებათ მომხრე იქნებიან არაბული ქალაქებისაც, არაბების შემოსვლისაც და ასე შემდეგ. ბევრი ცუდი რამ მოხდა 2 წელიწადში, თუ კარგი გახსენდებათ,
კი ბატონო, დავასახელოთ ღია ეთერში. ზარია, გამარჯობა. დიახ, მოგესალმები შვილი. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ყობახიძეზე ამას ვიტყვი, რომ მაგი ევროპამ გამუშვიან გლის ბილეთის და არა დიპლომი. აი დიპლომი. აი რომელ დიპლომზეა ლაბარაკი? კაცმა ისი ეროვნული ქვეყანა არ უყვარს. ეროვნულად არ უყვარს. სიყვარული არ გააჩნია. ამდენი აზროვნებული ხალხი რომ მიხოცება უბედურობით. თუ მის კურს არ ეკარება. მაგისანა ხუდი პრემიერ-მინისტრი ხმეთმა მეტი ნუ მოავლინოს ნურჩეთ ქვეყანაში. იო კაცმა რა ვერ მიხთა, რა ვერ მიხთა. თვითონ რომ ამ ხელაზე მომაწინებელ კანონებს რომ იღებენ და დაგვანგრია პენსიონერი ხალხი, ატირებული ხალხი, გუდამძიმებული ხალხი, შეშინებული ხალხი, უამრავ კითხვა დაგროვდა ერთზე პასუხს ვერ ცემენ. ეს ამ გაჯანჯილი კაცი ჯაასთვის ხამდა გოგუა გასათხოვი. გაერთრიო აქედან. გასაგებია. მადლობა თქვენს არისთვის. სხვათა შორის ბევრი ექსპერტი, თავად ქართული ოცნების ხარდამჭერებიც კი ამბობენ და წერენ სოციალურ ქსელში, რომ ასეთი ცუდი პრემიერ-მინისტრი საქართველოს არ ჰყოლია არასდროს. ამბობენ ამას და წერენ ღიად. ვიმეორებ, თავად ქართული ოცნების ხარდამჭერებიც კი იმედგაცრუებული არიან. ახლა პარლამენტარებმა დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ აიო, ის ძველი გვარდიაო, ვინც 2012 წლამდე იბრძოდაო, როგორი დაუფასებელი არის. ეხლა აღმოაჩინეს მე-14 წლის დასაწყისში, რაც ქართული ოცნება მთავრობაშია, რომ ძველი გვარდია გარიყეს, გაანეიტრალეს, ყველაფერს ჩამოაშორეს და სამაგიეროდ აი ამ ხალხს ჩაუგდეს მთავრობა ძალაუფლებაში. ახლა გაახსენდათ ვითომ. ესეც რაღაც შეთანხმებული თამაშის ნაწილია სავარაუდოდ. როგორ აფასებთ ამ 2 წელიწადს, როგორია თქვენი სათქმელი? აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ფეოდალიზმი საბოლოოდ დამკვიდრდაო, ამასაც ამბობენ ჩვენს ეთერში გნებავთ პოლიტიკოსები. ფეოდალიზმს ადარებენ იმას, რაც ხდება საქართველოში ბოლო 2 წელიწადში. თუმცა სამთავრობო მედია ამბობს, რომ ასეთი ბრწყინვალე 2 წელი არასდროს არ ყოფილა თურმე და ასეთი კარგი პრემიერ-მინისტრი არასდროს არ უყოლია ჩვენ ქვეყანას თურმე. ხო, თვალში ნაცარს რომ აყრიან ადამიანს და ღიად ატყუებენ, სწორედ ამას გავს ეს ყველაფერი. 16,000 ლარამდე ხელფასს იზრდიან და 20 ლარს უძლიან პენსიონერს. მარტო ეს ფაქტიც კი თვალსაჩინოდ აჩვენებს დამოკიდებულებას პენსიონერთა მიმართ. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. ხო, რა თქმა უნდა, დაწესება არის ქვეყანაში და ხალხის მაგალში იქნება. მაგრამ არის ისეთი მომენტი, რომ აი ყველა ეს ხმის ამ ქავრობას თავს. დაწყებული ევროპელებისგან, დიპსტეიტელები იქნებიან ამერიკიდან, ეს პატივცემული ეფშტეინელები კიდე და 1000 პედოფილები. არ დაუვათ. ეს ის არ არის, ვენესუელა არ არის, ვერ წაიყვანენ პატივცემულ ჩვენ უმაღლეს პარაბრაჰმან მიძინა ივანისთვის. ხალხი აი დადგება, როგორც იტყვიან, ნანას მერ და აი ნახოთ მერე ვინაჯობს რა. რა თქმა უნდა, რუსეთის გვერდზე დაგვიდგება. აი მერე ნახოთ რა ხასიათი დადგებიან ეს პატივცემული ეგრეთ წოდებული ვითომ დემოკრატები და ვითომ კონსერვატორები. ეს თავრობა გავს კაი ნაბიჯებს გეუბნებით და არის მშვენივრად. ბატონო ჩემო, თქვენ ატარებს ყველაფერს. თქვენ მოდით კითხვაზე გვიპასუხეთ. კითხვა მაქვს რა, თუ შეიძლება ერთი წუთით. მეც არ მომწონს შეიძლება, მაგრამ ის რომ თავს დაესხან, აქ ვიღაცა მარტა კოცმა და ვიღაცა ეკეთმა ტიპებმა რაღაცეები მარია კალოსი თქვენთვის რა შეიცვალა ამ 2 წელიწადში? რა გაუმჯობესდა თქვენს ცხოვრებაში? უკინინო არ გამოვა. აი მე ხალ აღარ დავრიყავ ოფიციალურად გეუბნებით. დღეს ხო არის რაღაცა თებერვლის დღეები, ხო? აი მე თქვენ გეუბნებით. შემდეგ თებერვლამდე პატიოსან სიტყვას გაძლევ, აღარ დავრიყავ. აი ზუსტად ერთი წელი და ერთი დღე რო გავალ, დავრიყავ. ისევ ეს ლასტი იქნება და თქვენ ისევ ივიშვიშეთ. აი ნახოთ რა. აი როგორ იქნება მე. კეთილი, დიდი მადლობა თქვენს არისთვის.
სხვათა შორის ვენესუელაში მადუროსაც ყავდა თავისი მხარდამჭერები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მას შემდეგ რაც დაიჭირეს მადურო, მაგრამ სამაგიეროდ მთელი ერი ხარობდა, ესეც სიმართლეა და თქვენც რაღაც ისეთ უმცირესობაში ხართ, როგორც ჩანს, რომელიც დიქტატურის, ფეოდალიზმის მეხოთბე და მომხრეა და ასეთები ყველა დროში იყვნენ და იქნებიან. სააკაშვილსაც ყავდა თავისი აქტიური მხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც აქებდნენ და ადიდებდნენ მაშინ, როდესაც ციხეებში პატიმრებს წამებით კლავდნენ. სამწუხაროა ეს, გულს გვткენს, მაგრამ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, მომავალ წელს კი არა, არ ვიცი, მთელი ცხოვრება რომ დაგვჭირდეს, ბრძოლაში ვიქნებით, მოქმედებაში ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ამას ვამბობ როგორც ერთი მოქალაქე, ერთი ჟურნალისტი. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, თუ თქვენც გაქვთ სურვილი ბრძოლის, ერთად ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა. ზარია ეთერში, რა სიტყვით ამ 2 წელიწადზე? ეს ხორცები როგორ გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ეს ხორცები როგორ დაგვაუწყდება, ამაზე კარგი პრემიერი. გასულაპარაკო. საქართველოს გაკიდა, ხები გაახსოვს, ახალგაზრდები. ყველაფერი ფუტბოლი პერსები გამოგვიმართა, 20 ლარი ეს არის. დიახ. ამონდა 4 წელი სტაჟიმა. და შეყარაძრო არაფერი გაუკეთებია, იმასაც პრემია უნდა ქონდეს, ესეა და მეფისა. არაფერი არ შეიქმნება და აქება, სანამ ესენი იქნებიან. კეთილი, მადლობა თქვენ ზარისთვის. როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის 2 წელიწადს? საშინაო თვალსაზრისით ბუნებრივია პირველ რიგში, აგრეთვე საგარეო მიმართულებით. არაბული ქვეყნების გარდა ურთიერთობა ვერავისთან ვერ დამყარდა ნორმალურად. ყველასთან მტრობის რეჟიმში ჩაგვაყენა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა საგარეო კუთხით და საშინაო კუთხითაც ყველასთან მტრობის გზით წავიდა. უნივერსიტეტებს აუქმებს, არაბულ ქალაქებს გვიშენებს, მასიურად იჭერს ყველას, განსაკუთრებით სავარაუდო კონკურენტებსაც კი, იღებს რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც არასდროს ასეთი სიმძიმით არ გქონია სახეზე. თვითონ ხელფასებს იმატებენ, ხალხს და პენსიონერებს მინიმალურს უმატებენ. მილიარდამდე ლარის პრემია დანამატია გაცემული ამ 2 წელიწადში. როგორ აფასებთ ამ მიდგომებს, ამ სოციალურად დამოკიდებულებასაც ხალხის მიმართ? მოდით ვთქვათ სიმართლე ობიექტივის ეთერში. ზარია. გისმენთ? ой, ტელევიზორის ხმა ბრუნდება, ამიტომ უნდა გაგითიშოთ ბოდიში, ძალიან გთხოვთ გამოურთოთ ხმა ამ ტელევიზორს და შემდეგ ხელახლა დარეკოთ. 5-5-7-88-55 ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ და გისმენთ თქვენ, ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო, მე ვარ. თქვენ ხართ ეთერში, დიახ. იცით რა არის? ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა, როგორც პენსიონერისთვის. უცი ხაზი ტელეფონს. დიახ. ისა, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. და კიდევ ერთი რა მინდა გითხრათ, იცი? სოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ეყოლება ამით ცუდი პრეზიდენტი, თუ ამან არაბებზე გაყიდა ტერიტორიები. მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი. კარგად სანდებოდეთ. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. გარდა ამისა, არაბებთან გაფორმებული ხელშეკრულების პარალელურად ახალი მემორანდუმი გაფორმდა არაბებთან, რომლის თანახმადაც არაბები ქართველი სტუდენტების სწავლას დააფინანსებენ აბუ-დაბიში ან დუბაიში და შეცვლილი ცნობიერებით დაგვიბრუნებენ შემდეგ ამ ახალგაზრდებს უკან. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმ ფონზე, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის დახურვა უნდა კობახიძის ხელმძღვანელობით ქართულ ოცნებას. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით გენათვალე. დიახ. უსმენდი ახლა გადაცემებს კი ბატონო. და დებილი ამაზე რა გამოვიდა კაცი და როახებს ავოცებას, მაგრამ ეს გასაგებია. არ გინდა, კორექტულად გთხოვთ რა, დიახ. განაგრძეთ. რატომ გაითიშა, არ ვიცი, ხელახლა დარეკეთ, ოღონდ კორექტულად ძალიან გთხოვთ, მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ამას ვეცადოთ, უმორჩილესად გთხოვთ, ტელეეთერია, რადიო ეთერია, ისმენენ ამას ქალბატონებიც, ბავშვებიც ალბათ და ზარია ეთერში, გისმენთ?
ტელევიზორის ხმა ბრუნდება, გავთიშოთ ეს ზარი. შიდა ეკონომიკური მდგომარეობაც შევაფასოთ. მოდით 2 წელიწადში რა შეიცვალა, რა გაუარესდა და რა გაუმჯობესდა, თუ საერთოდ გაუმჯობესდა რამე. ნულოვანი თანაგრძნობის კამპანიაზე რას ფიქრობთ, რომელიც სწორედ კობახიძის ხელისუფლებამ გამოაცხადა, ანუ დავიჭიროთ ყველა, ვინც არ მოგწონს, ნულოვანი თანაგრძნობაო. სააკაშვილი ხო ნულოვან ტოლერანტობას გადაგებდა შეუწყნარებლობას, ესენი ნულოვან თანაგრძნობას იგივეს, ანუ ზარია ეთერში გისმენთ 5-5-7 88 55 ირაკლი კობახიძის არჩევიდან გავიდა 2 წელი. როგორ აფასებთ მის საქმიანობას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რა შეიცვალა 2 წლის განმავლობაში? ზარია ეთერში გისმენთ. ტელევიზორის ხმა ბრუნდება, ეს ზარი უნდა გავთიშოთ სამწუხაროდ. როგორც კი ტელევიზორის ხმა დაგვიბრუნდება, მაშინვე გაგითიშავთ, ეს წესი გვაქვს ამიერიდან ობიექტივში, ამიტომ ნუ გეწყინებათ, ჩვენი თხოვნა უნდა გაითვალისწინოთ, როგორც კი ეკრანზე მითითებულ ნომერზე თქვენი ზარი გამოვა, მაშინვე ბოლომდე გამოურდეთ ტელევიზორს ხმა და დიდი ყურადღებით მოგისმენთ, თავისუფალი ეთერია. გისმენთ, ეთერში ხართ. აბა რას გისმენ, არა ვარ ეთერში, აბა რა ვიცი. ეთერში ხართ, გისმენთ. აბა რა ტელევიზორს უყურებ და არა ვარ ეთერში. ეს ზარიც უნდა გავთიშოთ, ტელევიზორს არ უნდა უყუროთ იმ მომენტში, როდესაც ეთერში ერთვებით, ან თქვენ თავს როგორ დაინახავთ საერთოდ, ხმა უნდა გამოურდოთ, თორემ ისე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ეკრანს. ზარია ეთერში კვლავ, გამარჯობა. ბევრი ახალი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი გვიერთდება და მათთვის ეს ტელევიზორის თემა გასამეორებელია ხშირად. გისმენთ? გასკრუშა ვისა ზესტაფონიდან გირეკავ. მოკითხვა ზესტაფონს. ბატონო ილია. დიახ. რაც უნდა იყოფილიყო. ჩემი პენსია რა ვის ეყოფა მარტო ხელა მარტო ცხოვრობ ერთადერთი შვილი საზღვარგარეთ არის ცხოვრობს თავისი ცოლ-შვილი მენატრებიან სასწაულად და მე კიდე გაჭირვებულ დღეში ავამწყობი. სხვათა შორის თუ გვისმენდით დასაწყისში ქუთაისიდან იყო ზარი. აცია ჩვენი საქმე და რა უნდა გითხრა კობახიძეზე რაც არის ეს არის ყველა მიჩერებია. დიდი მადლობა. მადლობა. ზესტაფონიდან რეკავდა ქალბატონი და ცოტა ადრე ქუთაისიდან იყო ზარი. ქუთაისიდან ზარის ავტორი ამბობდა, რომ მე პენსია რომ აქვს, ეს ყოფნის არ მშია და თქვენ რითი ხართ უკმაყოფილო და ახლობით ეს შინაარსი გაჟღერდა და აი ზესტაფონში მაგალითად სიღარიბეში და პრობლემებში ცხოვრობო საუბრობდა ეს ქალბატონი. გააჩნია მიდგომას დამოკიდებულებას, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ექიმი არ სჭირდება, ეხმარებიან ახლობლები და ასე შემდეგ, მას პენსიით შეუძლია რა თქმა უნდა ცხოვრება, მაგრამ ბევრი მაგრამ არის აქ. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. ტელევიზორს ხმა ბოლომდე უნდა გამოურთოთ. დაწევა არ კმარა, ჩემო ბატონო. არა, გავუჩნდეთ. კი ბატონო, მაშინ დაიწყეთ. თქვენი სათქმელი რა არის? ჩემი სათქმელი რა არის? თქვენ მახსოვრობაში, აი ახალგაზრდაკაცი. დიახ. რომელი თავრობა მოგწონდა შედარებით? მეც ნაკლებად. რთული შეკითხვაა, ძალიან რთული. მე შევარდნაძის დროსაც მოვესწარი, საბჭოთა კავშირში დავიბადე საერთოდ, მაგრამ უკვე ინგრეოდა ეს საბჭოთა კავშირი და მოხიბლული არც ერთით არ ვიყავით, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი მიზანიც ხომ ის არის, რომ უფრო მეტი გაკეთდეს ამ ქვეყნისთვის და უფრო კარგად იცხოვროს ქვეყანამაც და ჩვენც ყველამ ერთად. კრიტიკული ამისთვის უნდა ვიყოთ, აბა ქება დიდებას რა შედეგი მოაქვს. ქება და დიდება ისმის სამთავრობო არხებზე და შესაბამისად იქ არიან აი ამ მოჯადოებულ წრეში ერთმანეთს აბრუებენ, ატყუებენ. მაგრამ ჩვენ არ მოვატყუოთ ერთმანეთი, ღია ეთერია დარეკეთ და რაც გინდათ თქვით. არ შეგზღუდავთ ნებისმიერ პოზიციას, მივიღებთ რასაკვირველია. ზარია ეთერში გისმენთ? გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ. ბოლოში საბუთი ვერ ვგებულობთ, დიდი ბოდიში უნდა დაგემშვიდობოთ სამწუხაროდ, ან ტელევიზორის ხმაც ბრუნდება, ეს რამდენჯერმე გავიმეორე და პრინციპი
პრინციპული საკითხია, რომ ხარვეზებს გვიქმნის სწორედ ის, რომ ტელევიზორის ხმა ბრუნდება. ჩვენმა ერთგულმა და ძველმა მაყურებლებმა ეს ყველამ იცის. მაგრამ აი ახალი მაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის როგორც ჩანს ხშირად უნდა გავიმეოროთ ხოლმე. ზარია ეთერში, გისმენთ? ტელევიზორის ხმა ბრუნდება, უნდა გაგითიშოთ დიდი ბოდიში. 557 88 55 88 როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის 2 წელიწადს. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, დიახ. როგორ ბრძანგობთ, ხო ხარ კარგი? დიდი მადლობა. თქვენ როგორ გიკითხოთ? სასიამოვნო. სამწუხაროდ კარგად ვერავთ ცხოვრებიდან გამომდინარე. ეხლა იმ ახალგაზრდას უსმენდი გამოდინე მე პიროვნების უკან რომ იყო პირდაპირ ეთერში გამოგზავნებული და რატომღაც ახლა დაწებაი გააკეთა პირადად ოცნების და მასე არ არის ეს შემოგევლე მინდა ორი სიტყვით უთხრა იმ პიროვნებას არ არის შემდგენათვალე მასე მარტო იმედს უყურებ და რუსთავიორზე გადართეთ პირველზე ფორმულაზე ობიექტივზე და მოусწრინეთ კონკრეტულად და იქნება რამენაირად გაგინაცდეთ გონება არა მარტო თქვენ არამედ თქვენაირად ვფიქრობენ ესენი არიან ერთეულები და ზოგადად დიდი ფენა ვინც კი არის ამისი გულშემატკივარი რომ ცხოვრება გამოსწორდეს და გაუმჯობესდეს თქვენთვის კი არა ჩვენ მოუჭამეთ ასე რომ თქვა კალებში ცხოვრება ჩვენი მომავალი თაობისთვის ჩვენი შვილებისთვის რომ უნდა ისწავლონ 12 კლასი რომ უნდა დაამთავრონ პერსპექტივა რომ უნდა კონდეთ ევროკავშირში გააგრძელონ სწავლა და ასე შემდეგ ნორმალური ცხოვრება რომ კონდეთ და რომ დაწყობთ მე თქვენ და ყველა ჩვენაირი ადამიანები მშობლები ჩვენი შვილების ბედნიერად ცხოვრები აი ეს გვინდა ჩვენ მხოლოდ ის კი არა რომ მარტო ეს პიროვნულ მართლობას უყუროთ დიქტატორულ სიტუაციას უყუროთ და იმას უყუროთ როგორ კნინდება ქართველიერი და როგორ დამონებულად არიან გადაქცეულები უკვე მე თვითონ გული მткиვა აი დედას გეფიცები გული და სული თუ არ ვიზახდეთ გულწრფელად ბავშვებს გეფცები ძალიან მეგრალება საქართველოს ძალიან და კოსტავას სიტყვები მაგონდება დადგება დრო რომ სანთლიცაძებარი გახდება ქართველი კაციო საქართველოსიო და იმედია არ დადგება ეგ დრო და იმედია გამოვასწოროთ ტრაქტორზე დამოკიდებული ყველა ერთიანობა ერთობა და კიდევ ვინმე ისეთი ადამიანი რომელიც უთხრება ირმაინაშვილისნაირი პატრიოტი ადამიანი რომ წინ გაუდგეს აი ამ ხალხს და გაუდგეს სათავეში გულწრფელად. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ ზარისთვის. პირდაპირ ეთერში ვაფასებთ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის 2 წელიწადს. შეგახსენებთ რომ 8 თებერვალს აირჩია პარლამენტმა კობახიძე პრემიერ-მინისტრად, ну ეს ფორმალური მხარე იყო ბუნებრივია და 2 წელი გავიდა უკვე. ამ 2 წელიწადში რა შეიცვალა თქვენთვის? როდესაც სამთავრობო მედია გვეუბნება რომ ასეთი ბრწყინვალე პრემიერ-მინისტრი ქვეყანას არ ყოლიაო, მაშინ მოდით ხალხსაც მოусმინოთ და ვკითხოთ ეს ბრწყინვალება რაში გამოიხატება? იმაში რომ ფეოდალიზმი დამკვიდრდა საბოლოოდ, ყველა ოპონენტი დაჭერილია თითქმის, ვინც დაჭერილი არ არის შევიწროების ქვეშ არის მოქცეული. რეპრესიული კანონმდებლობაა მიღებული, საგარეო თვალსაზრისით არნახულად მძიმე მდგომარეობა გვაქვს, პრაქტიკულად იზოლირებულია ქვეყანა თითქმის, ბევრიც აღარ დარჩა. არაბული ქალაქების მშენებლობა იწყება, 2 ისტორიულ უნივერსიტეტს ანადგურებენ აი ამ შერწყმით რაც ჩაფიქრებულია. ყოველი მესამე ბავშვი შიმშილის ზღვარზე, ანუ არასრულფასოვნად იკვებება. სწორედ ამის გამო ერთ-ერთი წინა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვირიკაშვილი გადააყენეს მხოლოდ ამის გამო. და ახლა შეიძლება თურმე, მაშინ არ შეიძლებოდა. ხელფასები და პრემიები მთავრობის არნახულად იზრდება. კორუფციის მაჩვენებელი, როგორც ირკვევა, ძალიან დიდია და მილიონები და მილიარდებია მოპარული ქართველი ხალხის ხარჯზე. ფასები მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კობახიძე ამბობს დაიწევს, უფრო და უფრო მეტად იზრდება ყოველდღიურად. პენსიები 20 ლარით ან მაქსიმუმ 45 ლარით იმატებს, როდესაც 1000-ებით ეზრდებათ ჩინოვნიკებს ფული და მილიარდამდე პრემია დანამატია გამოწერილი ამ 2 წელიწადში. როგორ აფასებთ ვიმეორებ ამ 2 წელიწადს? ზარია ეთერში გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? ილია შვილო,
ილია ვარ, დაიწყეთ საუბარი, ეთერში ხართ. აი ტელევიზორის ხმა ბრუნდება. როგორ გვიშლის ეს ხელს, ვიცი რომ რთულია ამ გადაცემაში დარეკვა და როდესაც ამას მოახერხებთ, გამოხვალთ პირდაპირ ეთერში და ტელევიზორისთვის გაქვთ ხმა აწეული და ამის გამო გვიწევს რომ გაგითიშოთ. აი როგორ გვწყდება ჩვენ გული არიცით ამაზე. ძალიან მწუხვართ. მაგრამ თქვენც უნდა გაგვიგონოთ. ეთერში ვერ ვისაუბრებთ თუ აწეული გექნებათ ტელევიზორის ხმა და თან ტელეფონში შეეცდებით კავშირზე გამოსვლას. უნდა გამოურთოთ ტელევიზორს ხმა ბოლომდე. ზარია ეთერში. გამარჯობა. ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა, დიახ. ბატონო ილია. მე ძალიან გულის ხურით გისმენთ, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოგეწონება ჩემი დასმული კითხვა. მე რომ თქვენი მომხრე ვარ, მაგრამ არის რამოდენიმე რატომ ჩერდებით ისაუბრეთ რა? დიახ. ისეთი კითხვები, რომელსაც თქვენ თავის თავს ედინაამდეგებით. მე არ მინდა თქვენზე ცუდი რამე ვერც ვიტყვი, მაგრამ როცა ლაპარაკობ თავრობაზე და ჩვენ მოვავთო და გავაკეთებთო, ამას რაფერ გააკეთებთ, ვერ გავიგეთ დღევანდელ დღეში. მე იცით მთავრობაში მოსვლის ამბიცია არ მაქვს, მე ჟურნალისტი ვარ. როგორ გავუმკლავდებით, როგორ იცით რა, კარგად გამიგეთ, მე ჟურნალისტი ვარ. ამბობს ყველა მომსვლელი. არსად მოსვლა არ მინდა. კარგად გამიგეთ, დიდი პატივისცემით რაღაცას გეტყვით. ძალიან რთულ პირობებში ის დღევანდელ დღეს რომ შევხედოთ, რომ ყველა შიგნითამდელი, გარეთამდელი თავრობას ეცევა. და ესე იგი ყველა თუ ესევა მთავრობას, ესე იგი ეს მთავრობა არც ისე კარგია ხომ სინამდვილეში? აბა ყველა რატომ ეს ყველა გაგიჟდა? მე ვამბობ რომ კარგია, იდეალური მთავრობა არ არსებობს, მაგრამ რომ თქვენ საუბრობთ რომ ჩვენ მიზანთო როგორ ეს საუბრობ მე ეს ვახსენე, მე ჟურნალისტი ვარ, არ მინდა არც მთავრობაში მოსვლა, არც პარლამენტის დეპუტატობის სურვილი არ მაქვს. არაფრის სურვილი. ილია ბატონო, მაგას არ გეუბნებით მე თქვენ. დიახ. ჟურნალისტი ვარო და იცილებთ იმას რომ ლაპარაკობთ ყველას ხომ და გაიზიაროთ. მე გისმენთ ყურადღებით, განაგრძეთ. განაგრძეთ. თქვენთვის რა შეიცვალა ამ 2 წელიწადში? რაიმე გაუმჯობესდა თუ უფრო გაუარესდა? გაუმჯობესდა. რა მაგალითად? მეორეში ლაპარაკობთ ეს სახელმწიფოს დამსახურება მთავრობისთან. რა გაუმჯობესდა თქვენთვის? ხომ ხედავთ და მის ვიკითხვა პასუხს გაძლევთ. გაუმჯობესდა ის რომ ჩვენ ასე საუბრობთ ერთი მეორეში მთავრობის დამსახურება. ასე ობიექტივი სააკაშვილის დროსაც საუბრობდა, მაგრამ კარგი იყო სააკაშვილი. მაგრად საუბრობდა. ძალიან მაგრად საუბრობდა სააკაშვილის დროზე. კარგი მიხსენეთ. სასაცილო დაეყოფა ეს ადამიანს რომ მის დროზე ასე საუბრობდა ხალხი. მასე რაფერ შეიძლება და ყველაფრის ხაზის გადასმა. მადლობა თქვენს არისთვის. რაღაც ცოტა გაურკვეველი არგუმენტი იყო ეს ბოლო განსაკუთრებით. 5-5-7 95 95 2 წელი გავიდა ირაკლი კობახიძის დანიშვნიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე. როგორ აფასებთ ამ წლებს? რაიმე კარგი გაკეთდა თუ უფრო ცუდისკენ წავიდა საქმე? ან იქნებ უფრო მეტად კარგისკენ წავიდა, თავისუფალი ეთერია და ვინც როგორ ფიქრობთ, ისე გვიპასუხეთ. ზარია ეთერში, გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით, დიახ. მოგესალმებით. გამარჯობა, დაიწყეთ. ეხლა ვეძებასო. იცი რა მაინტერესებს? დიახ. მაინტერესებს რომ ესე იგი ხელისუფლება არ მოგწოს, ხო? ხელისუფლება არ მოგწოს. არჩევნებში გაიმარჯვა ესე იგი ოცნებამა. ეხლა მაგალითად რაზე გამოდიან ეგედა, ეს მაინტერესებს ძირფასო, რატო იჭერენ ხალხს, ტყუილა იჭერენ, არაფერი დაუშავებიათ. და პოლიტიკურად იერიან ეგრე ამდენი უბედურებებსა და მილიციებს რო თავი დაუხეთქეს და პარლამენტში რო შეიჭერენ ეს არის? თქვა და ესე გადადგა, ხო? გადააყენეთ. ვინ უნდა მოვიდეს უკეთესი გამაგებინეთ? აი უკეთესი ვინ იქნება? ხა? ესე იგი ოპოზიცია უნდა მოვიდეს. რამდენიმე ფაქტს არ ჩატარდეს ესე იგი არჩევნები.
იმდენჯერმე გაიმარჯვებს ოცნებათა ბევრი კაცსაც აკეთებს და შეცდომებით რომელიც პირში სანამოვიდეს ხელისუფლებայի არც ერთი არ იქნება ისეთი რომ შეცდომები არ ქონდეს და ამიტომა ის რომ გამოდიან იმაზე და აქციებსა და ტელიტაზია და ხალხი რომ გააჯერეს იქაც ქვეყნისთვის თუ კარგი უნდა დებატებზე დაძენ და ხალხისთვის რა ჯობია დაიმსახურონ ხალხისგან რომ ხალხმა აირჩიოს და რაც უბედურება ხდება ეხლა სულ და აქციაზე რაც ხდება ოპოზიციის ბრალი არის ოპოზიცია ეხლა რომ მოვიდეს ამის მერე რომელი უნდა მოვიდეს 3 ის მიიღო პროცენტი იმანა ლელუები და არ არის არც ოპოზიცია ამდენი სიბოროტე ჩაიდინეს და და ესენი არ ვარგიან გავიგეთ გასაგებია ოპოზიცია თავრობას არ წარმოადგენს გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ასე რომ პასუხისმგებლობას ოპოზიციას ვერ დავაკისრებთ ვერასდროს თავრობა პასუხისმგებელი ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე და ამიტომ ვაკრიტიკებთ შესაბამისი პუნქტებით და შესაბამისი არგუმენტებით ესენი რომ წავიდნენ ვინ მოვიდნენ თქვენ ამბობთ და თუ საქართველოში 3 მილიონიან ქვეყანაში რომელიც განათლების ძალიან დიდი მაჩვენებლით გამოირჩევა და განათლებული ადამიანი ბევრი გვყავს ამის თქმა მინდა ბატონ კობახიძეზე ბატონ დინარაძეზე და ბატონ პაპუაშვილზე მცოდნე პატრიოტი ეროვნული საქმიანი და კარგი ხალხი არ გვყავს ამ ქვეყანაში თქვენი აზრით მაშინ დავღუპულ ვართ მაგრამ არ დავღუპულ ვართ გვყავს ბევრად უფრო მცოდნე და ეროვნული ადამიანები ამ ქვეყანაში რომელთა დანახვაც სჭირდებათ და თუ დაინახავთ და დავინახავთ ყველანი ერთად მაშინ უკეთესობისკენ იქნება ვფიქრობ საქმე ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა ისა ბატონოელია ეხა აქ ბატონმა დაარეკა და მეტად თქვენო სააკაშვილის დროს რას ისაუბრებდით და მე მახსოვს რომ თუ კი ვინმე უწევდა წინააღმდეგობას მედიებიდან იყო ობიექტივი წინააღმდეგობის ფრონტი ერქვა მაშინ კი წინააღმდეგობის მოძრაობა მეტში დაარგია აი საშინელება იყო იმაში 26 მაისი თქვენ შეიკრიბეთ 10,000 კაცამდე მეც ვიყავი მაშინ და დუმარი აქცია ჩატარდა და ის კადრები როცა ირმაინაშვილი 31 ჯალათი ექიმის იმას კითხულობს ამას თითოეულად ვიმოდავდა და უბრალოდ ამ ბატონის სიტყვების გასაბათილებლად მინდოდა ეგა მაგრამ აი 26 მაისი რო ახსენეთ აი საშინელი გამოუვალი მდგომარეობა იყო ანუ აი არ იცოდით რა უნდა მოხდარიყო აი საშინლად აი უსამართლობის განცდა იყო სააკაშვილის მიმართ და ვერეოდით და სხვათა შორის საზოგადოების ნაწილიც არ მოუყვებოდა არ გვიჯერებდა რაღაცა იყო არა მარტო დაჯერებაზე არ არის ბატონოელია უბრალოდ იმდენად სასტიკი იყო სააკაშვილი რომ უკვე შიშის ფაქტორი იყო მაშინ და აი დღესაც ეს ვითარება გაჩნდა უკვე დიახ და 3-4 დღე იყო აი აბსოლუტური აი იმედგადაცემის ისა და მაშინ ილია მეორე რაღაცა ის ზუსტად არ მოხსოვს ეხა პერიტრას გლერიკი მაგრამ ნუგეშინია ესე უნდა ყოფილიყო ახლა და აუცილებლად რაღაცა შეიცვალა მე ასე არ დაწერებს და მართლა რამდენიმე წუთში გამოჩნდა ბიზნა ივანისვილი რომელიც ჩვენ გაცილებით დიდი იმედები ქონდა რა თქმა უნდა მაგრამ უბრალოდ ეხა იცით რა ვფიქრობ რომ აი უფრო რაღაც ზემოდან როგორც შორიდან მინდა შევხედო ყველა უფრო რელიგიური ხალხი რომ იქ რო წერია რომ ადამიანმა ეს ნებისმიერი თავობა არის უფლისგან და უნდა მიიღო ის როგორც არის რა თქმა უნდა ძალიან ბედნელია უსამართლობის თუმცა უნდა იმოქმედო ამ ყველაფრის შესაძლებლად არა თუ შეიძლება მაქსიმუმად რა თქმა უნდა ძალიან ბედნელია და მე ხა პირდაპირ ვიქნი აი ეს 600 თუ 700,000 პენსიონერი მიღებულობს 400 ლარს ფაქტობრივად განწირულია სიკვდილისთვის თუ იმას ვინმე არ ყავს აი ახლობელი ახალგაზრდა ვიღაცა მე აი სასადილოშიც მიულია და ვიცი რო ამოგვეწურა გადაცემის სამწუხაროდ იქნებ დაასრულოთ მოკლედ უბრალოდ იცით რა არის ადამიანება შეაფასეთ როგორ ორი მოდიოდა ერთად სიკვდილი და სიღარიბე და სიკვდილ სიღარიბე ჯობდა ანუ ამ თავრობის დამსახურება ეს არის საგარეო ვექტორი
რომელსაც დაწუნებულია თქვენს ეთაფებით, ომს გადაარჩინა უკრაინა. დანარჩენი უფალს მივანდოთ, რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ. დიდი მადლობა, ჩვენც უნდა ვიბრძოლოთო, ძალიან სწორად თქვით, უფალი ჩვენ არ გვეუბნება, რომ უნდა შევურიგდეთ ბოროტებას, ცუდს. და ტაში დაუკრათ და ჩუმად ვიყოთ ამის პირისპირ. არა, უნდა ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ, როდესაც ბოროტებას ვხედავთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს არსებული საშინელებები დღეს მეორდება. და ვინც მაშინ იმ ყველაფერს ებრძოდა, ამ ხალხის წინააღმდეგაც მოქმედებს ხელისუფლება თავისი რეპრესიული მოქმედებებით. ბევრი ცუდი არის ხოლმე და ამ ყველაფერს კარგი მოჰყვება და დარწმუნებული ვარ, როგორც პატრიარქიც ამბობს ხშირად თავის გადაგებებში, აი ამ ცუდს ყოველთვის პოზიტივით დაგვირგვინება ელოდება. ასე რომ გემშვიდობებით დღეს ვასრულებთ ინტერაქტივს, ილია ჩაჩიბაია ვიყავი ამ ეთერის წამყვანი. ნახვამდის.